Postscriptum კვლავ პირდაპირ ეთერშია. Ჩვენ ძალზე მძიმე მემკვიდრეობა გვერდო. მისი გალაფასება დამოკიდებულია ალბათ საზოგადოების ბრძაობაზე საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოს, რაც დამეთანხმებით მარტივი საქმე არ უნდა იყოს. ასე რომ Postscriptum და თენგიზ გოგუტიშვილი ოკუპაციის დღეს მოწუნიან. სამიზნეში თუ გახედავ წარსულს, ასე დაინახავ. ზემოდან თუ დახედავ და ცოტა თვალსაც დაუბრიალებ, ასე. გააჩნია საიდან შეხედავ ისტორიას და რის დანახვას მოინდომე. 90-ს მიტანებული დარეჯა მახარაძე წარსულს ისევ ბიძის კალთიდან უყურებს. ვიღებ დამიჯერდა მუხლებზე და მარკრებინებდა ლექს. ისტორიის ასეთი სურათი იმდენად მკვეთრია, რომ ვერც იმ ბიძაზე ჩამოყალიბებული საქვეყნო აზრით სვლის. ილიას მკვლელობაში სამუდამოდ ეჭვმიტანილი ფილიპე მახარაძე მისი ძმისშვილისთვის კვლავაც საყვარელი და კეთილი მოგონებაა. მოგადავიდა რუსეთში და ვარგა კაცმა ჯინჯველზე ფეხი აპლუდრავს მისი საცხოვრებაში და კაცი სიკვდილია მოკლაგაცია. ისტორია ხანდახან დუმილითაც საუბრობს. ფილიპეს ყოფილი სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობა ყველაზე მეტყველი სამუთია. წლებია შიგნით არავის უშებერაგი ყოველწუთ შეიძლება დაგემხოთ თავზე. სოციალიზმივით. ჯიტურ გამეხედებოდა ფილიპეზე ფეხი ადადგა. დამპალი პოლია და ვისხები და თაგვები საბუდარი. თუმცა ბოლომდე მართლები რომ ვიყო წარსულის წინაშე, იმ სოციალიზმმა ჯერ კიდევ ჩამომხობამდე დიდი ხნით ადრე ბევრი თავისი ბელადი დაამხო. მაგალითად ამხანაგ ფილიპეს ჯერ თანამებრძოლი და შემდეგ ოპონენტი ამხანაგი სერგო, რომლის უცნაურად გადარჩენილი ძეგლის მაუზერი და ყალზე შემდგარი თმა მის თანასოფრელებზეც კი ვეღარ ახდენ შთაბეჭდილებას. პირველ სართულზე საქართველოს ეროვნულმაც 125 წლის წინ სერგო ორჯონიკიძე შვა. ურემის აწმახელები ბოდრები, ქოთნები, შალაშინი, საჩიჩელი და ის სალიქალამანი, რომელთაც ზღორეშეული მაუზერისტი სერგო ოდესღაც მოსკოვსა და პეტერბურგში მსოფლიო რევოლუციის მოსაწყობად წავიდა. ქვეყანა რომ აირია ამხანაგ სერგოს სახელმუზეუმიც ისევე მიეცა დავიწყებას როგორც ამხანაგ ფილიპესი. სიგნალიზაცია ჩახსნეს, თუ რამ დოკუმენტი ინახებოდა თბილისის არქივებში წაიღეს. ღორეშას სახლისა და კარმიდამოს აუქციონზე შესყიდვისა და იქ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის უფლება კი სერგოს ძმის ოჯახს მისცეს, უფრო დაზუსტებით ოჯახის გადარჩენილ წევრებს. სამშობლოს მოღალატე და უცხოეთის დაზვერვათა აგენტი ბერია წლების განმავლობაში აწარმოებდა მუხტალ ინტრიგნულ ბრძოლას კომპარტიის გამოჩენილი მოღვაწეს სერგო ორჯონიკიძის წინააღმდეგ. ორჯონიკიძის სიკვდილის შემდეგ კი ბერიას ანტისაბჭოთა შეთქმულების მონაწილეები აგრძელებენ სასტიკ შურისძიებას მისი ოჯახის წევრებზე. 1954 წელს გენპროკურორ რუდენკოს ხელმოწერილი ცნობა იმ ოთახის კედელზე კიდია, სადაც სერგოსა და მთელი ქართული ბოლშევიზმის აკვანი დაერწყა. და ეხება სერგოს ძმებს, ძლებსა და მათ შთამომავლებს, რომლებიც 30-იანი წლების რეპრესიებში რკინის ნარკომთან ზედმეტად ახლო ნათესაობის გამო მოხვდნენ. ორმა ძმამ 15 წელი ერთკაციან საკნებში მოიხადა. მესამე კი მეუღლესთან ერთად ერთ დღეს სამუდამოდ გააქრეს. ნამდვილი ისტორიის უკეთ დასანახავად ეს ჯერ კიდევ მოქმედი ბელადის სერგო ორჯონიკიძის დაბადების დღეს 18 ოქტომბერს მოხდა. ბაბუას კიდევ მიუსაჯეს თავიდან ესე იგი როგორც ტროცკის დახრების მუხი. ბებიაც გაასამართლის იმავე 38 წელს და მიუსაჯეს როგორც ტროცკისტის ცოლს დახრების მუხი. ორჯონიკიძეების ოჯახის ისტორია ისევე როგორც ხშირად ქვეყნებისა და მსოფლიო ისტორიაში ხდება შემთხვევითობამ შეცვალა. სერგოს ძმამ პავლემ ცხოვრებმა დღევანდელი ქიაჩელის ქუჩის მე-5 ნომრის პირველ სადარბაზოში ზემო სართულის მეზობელი სცენა. ზემოს ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ხულიგნებისგან ორი რამ განასხვავებდა. ქვეყანაში 1936 წელი იდგა და მეზობელ სახელად ლავრენტი ერქვა. პარტიულ ჭიდილში, რომელიც სიკვდილ სიცოცხლისთვის ბრძოლად იქცა, ბერიამ აჯობა ორჯონიკიძეს და მის ნათესავმოგვარეთა 18 ოჯახს. 30-იან წლებში რეპრესირებულთა ექსპოზიციაში, რომელიც სერგო ორჯონიკიძის ყოფილი სახელმწიფოს მეორე სართულზეა გახსნილი, ყველა მედალსა და ქვას მეორე მხარე აქვს. აი მაგალითად ქვა, რომელთაც ბუხარია დაფარული. აქ წერია, რომ სერგო იყო ბოლშევიკური პარტიის უდიდესი მოღვაწე, სოციალისტური მშენებლობის გამოჩენილი ხელმძღვანელი და ლენინის ერთგული თანამებრძოლი. ამ თანამებრძოლეობისთვის იყო სერგოს ხსოვნის ქვა, თუნდაც მარმარილოსი რომ მიაგორეს.
მე-20 საუკუნის ისტორია საქართველოს ალბათ აღარასდროს გადაწერს, მაგრამ ჩასწორებით კი ბევრს ჩაასწორებს. ისტორიკოსმა გოჩა საიტიძემ გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებში ახლახან აღმოაჩინა სრულიად მოულოდნელი პერსონაჟები. ახალგაზრდა პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე, რომლებიც 1921 წლის 24 თებერვალს თბილისის საბჭოში მატარებელიდან ჩამოსხა. რათა მომხდურ რუსებს დახვედროდნენ და ეცადა დაერწმუნებინათ, რომ დედაქალაქში აღარც ერთი სამხედრო აღარ დარჩენილიყო და მის დაწიოგებას აზრი არ ჰქონდა. პოეტებმა თხოვნა შეასრულეს. წითელი რაზმების შემოსევის პირველ დღეს თბილისში გაცილებით ნაკლები ძალადობა და მარადიორობა მოხდა, ვიდრე რუსების კარგად მცნობი მაზნიაშვილი შიშობდა. არქივში ახლახან აღმოჩნდა ბათუმში 1921 წლის მარტის ერთი მოულოდნელი შეხვედრის აღწერაც. შეიძლება იყო ცნობილი კავალერისტი ბუდიონთან ერთად მე-11 წელი არმიის საერთო ზოგადად, როდესაც დაინახა შლებამ კაპიტო ჩოლოყაშვილი, ჩამოხდა წყალიდან და გადაეხმიან შეძახილით ვაში სიაწისტო, როგორც ბრძანდები, როგორც იკითხოდა, როგორც გამოირკვა და როგორც გარკვეულ შლება ყოფილა კაპიტო ჩოლოყაშვილის თანაშემწეას ვთქვათ, პირველი მსოფლიო ომის დროს. ახალმა საქართველოს ძველი მუზეუმების დანგრევა იჩქარა, ახლებს კი ნელა აშენებს. წელს ვარშავაში იმათი ერთობლივი მუზეუმი იხსნება, მის ჯერ საბჭოეთს ებრძოდა. უცხოეთში გადახვეწილი კი როგორც ქართველების წესია, 2-4 და ვინმოთრის რამდენად დაიღო. ნაწილმა სამსახური პოლონეთის არმიაში განაგრძო, ნაწილი ვერმახტის ქართულ ლეგიონში მოხვდა. 1929 წელს ეს ქართველები სხვა ქვეყნების უნიფორმებით უკვე ერთმანეთს დაერევდნენ. და შემდეგ პოლონეთის გასაცდელებლად მისულ საბჭოთა არმიასაც, რომლის რიგებშიც 100,000-ობი ჩვენი თანამემამულე იბრძოდა. პოლონეთში არსებობდა საქართველოს გადარჩენის კომიტეტი, რომელიც პრო-გერმანული ორგანიზაცია იყო. იმ ქართველებისთვის, ვინც განთავისუფლების კომიტეტში იყვნენ მაშინ, ერთ-ერთ ძალად, რომელსაც შეეძლო გაინთავისუფლებინა საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისგან, იყო მაშინ გერმანია. ამ სასაფლაო ისტორიის თავისი წილი უკვე გადაწერა. გამოჩენილ პარტიულ მოღვაწეთა პანთეონი ფოტოგაცვენილი ჯაგნარის მიღმაც კი ძნელი გასარჩევია. ხუდადოვის სასაფლაომ თავის დროზე მიიბარა ჩვენი სევდიანი ამბის მთავარი გმირიც ფილიპე მახარაძე, რომლის ძვლები 1986 წელს მთაწმინდის პანთეონში ააფეთქეს. თუმცა საქართველოს ყოფილი პირველი კომუნისტის კვალი უკვე აქაც წაშლილია. მიხა ცხაკაიასა და კიდევ რამდენიმე ამხანაგისგან განსხვავებით. ერთი ამდენიც და ეკალბარდებში ალბათ საბოლოო დაიკარგება იმ ადამიანთა სახელებით, რომელთა სულებსაც ურჩევნიათ საფლავი საერთოდ არ ჰქონდეთ. ხუდადოზე ბოლშევიკების სასაფლაო ალბათ ერთადერთია, სადაც მოლას ვინჩივს და აღდგომასაც კი არავინ აგორებს ას წითელ კვერცხს და არც ანთებს. აქაური პუბლიკის გათვალისწინებით ეს ალბათ ცინიზმის პიკი იქნებოდა, სხვათა შორის ყოველგვარი ცინიზმისა და კოტექსტების გარეშე. ყველაზე ცნობილი ბოლშევიკების სასაფლაოზე ყველაზე მეტად დანაულის სუნდგას. Ომა ვეფხის ყაუსანი და ზიჩის ილუსტრაციები თითქმის განუყოფელი ნაწილებია, თუმცა თავად მხატვარი თქვენ წარმოიდგინეთ თავისი დროისათვის საკმაოდ თამამი და პროვოკაციული იყო. ან ასათიან დროს მის მემკვიდრეს შეხვდა და რამოდენიმე იუწრებული ისტორია გაიხსნა. საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც მიხაილ ზიჩის შოვერს დიდი საჩუქარი გაუკეთა. 9 აპრილის ბაღში მის ძეგლთან ახლა შვილთაშვილის შვილი მიდის. ელიზაბეთ ჩიჩერი საქართველოში დიდი ბაბუას ქართულმა თაყვანისმცემლებმა მოუწვიეს. მაშინ როდესაც ილია ჭავჭავაძემ ვეფხის ყაუსნის ილუსტრირებას მოვა, ზიჩი არც დაფიქრებულა, იმიტომ რომ საქართველო ერთი ნახვით შეუყვარდა. ქართულიც კი ესწავლა კარგად. მე ქართული არ ვიცი, მაგრამ ბაბუას მსგავსად თქვენ მე აქ ისე მხვდებით, რომ თავს როგორც სამშობლოში ისე ვხსნა. ენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი და ევროპაში უკვე ყველასათვის ცნობილი ფერმწერი, საქართველოში 1891 წელს ჩამოდის. ლერმონტოვის დემონის ილუსტრაციების შესაქმნელად მან კავკასიის ბუნება კარგად უნდა შეისწავლოს. ზუსტად ამ დროს ის ქართველ თარიღს ნინო წერეთელს ხვდება. ეს არის მიხაილ ზიჩის მიერ შესრულებული ნინო წერეთელის პორტრეტი. ქართველი ქალის პორტრეტის ორიგინალი ელიოზიშვილების ოჯახის კერძო კოლექციის საკუთრება. ეს ნახატი მარინა ელიოზიშვილის ბებიის დას ნინო წერეთელს თავად ზიჩი მოსახსოვდა. რო გააცნეს ის აქტოვად ნინოთი ძალიან მოწონდა და ძალიან უყვარდა საერთოდ როგორც პიროვნება და ძალიან მართლა უმამაზესი ქალბატონი იყო. მას ხატავდნენ პარიზში და პეტერფორდმენ ესპანეთში. მედიდური ქართველი თავადის ქალის მეშვეობით ზიჩიმ იმდროინდელი ქართველი ინტელიგენცია გაიცნო, რომელმაც მას ვეფხის ყაუსნის დასურათებას სთხოვა. ზიჩიმ ქართული ტიპაჟების შესწავლა დაიწყო, არჩევდა ულამაზეს ქალბატონებსა და ვაჟებს.
ქუთაისში რიონის ნაპირებზე საზოგადო საკრებულოს ეზოში სახელდახელოდ ზიჩისთვის აშენდა სახელოსნო და შეიქმნა სცენა, რომელზეც წერეთლები, ერისთავები, შერვაშიძეები და დადაშქელიანები პოზირებდნენ. ქართველი თავადები ზიჩის ილუსტრაციებისათვის ცოცხალ სურათებს განასახიერებდნენ. თამარ მეფის და ნესტან დარეჯანის პროტოტიპი ნინო წერეთელი იყო. სხვა ვერსიით ნესტან დარეჯანს აგრაფინა ჯანფარიძეც ასახიერებდა. სასახლე, სადაც ახლა კინოს და თეატრის მუზეუმია განთავსებული, გრაფმა ოლდენბერგმა მის საყვარელ მეუღლეს, აგრაფინას აუშენა. სიყვარულის ისტორია კი ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების შექმნას უკავშირდება. ოცნების ქალბატონი გრაფმა სწორედ ქუთაისში ზიჩისთვის გაცოცხლებულ სცენაზე შენიშნა. ერთ-ერთი ამ გადაღების დროს კონსტანტინე პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და იმდენად დიდი იყო თუ მისი სიყვარული აგრაფინა კეკულს და ულამაზესი ქალბატონის რომ მეუღლესთან კაციც კი გააგზავნა გააყოდა აგრაფინას, რათა მასზე შეძლებოდა ჯვარის დაწერა. ზიჩის მხოლოდ 14 ილუსტრაცია შეუკვეთეს, მან კი 34 შექმნა. საგამოცემო კომისიამ საბოლოოდ 27 ნამუშევარი შეარჩია. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ქართველებს უსასყიდლოდ გადასცა. ორიგინალები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, რომლის თავფურცალზე ჩვენ მხატვრის მინაწერი შეგვიძლია ამოვიკითხოთ. თბილისის ლიტერატურულ საზოგადოებას ქართველი ერისადმი ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერთგულების ნიშნად. ზიჩი, პეტერბურგი, 10 მარტი 1889 წელი. კიდევ ერთი უცნობი და საინტერესო ფაქტი ზიჩიზე გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში ინახება. 1940 წელს სტალინს ვეფხისტყაოსნის რუსული ვერსიის გამოცემისთვის მხატვრებს კობულაძეს, თოიძესა და ზიჩის შორის არჩევანი გაეკეთებინა. ზიჩის ნამუშევრებთან რა პრეტენზია ქონდა დიდ ბელას? ჩასწორებული აქვს ორი ნამუშევარი, ერთ-ერთი არის, როდესაც ავთანდილი უცხერ სტარიელის და ასმათის შეყრას. ამ ნამუშევარს მან მიაწერა მეპათხოვდით. ანუ ის თვლიდა, რომ კონტექსტში არ არის მოცემული, შესაბამისად ეს ნამუშევარი გადაადგილეს და აქ დიდმა ბელადმა მიაწერა, რომ ამ ნამუშევარზე არ ჩანს დევრებთან გასწორების ფრაგმენტი. ბელადის შენიშვნები, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს და სტალინის დაბადების დღეზე 1941 წელს ვეფხისტყაოსანი გამოიცა. იმ 14 ნამუშევარს, რომელიც ვეფხისტყაოსნის გამოცემაში არ შესულა, ახლა საგამოფენო გამზადებენ. განთვალიერებლებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. ყველა მხატვარს აქვს თავისი რაღაც დამალული, ჩადებული, რასაც გამოხატავს და ის ამას აკეთებს თავისთვის. პრინციპში იმ დროს იმანის არის ის, რომ ახლა 100 წლის მერე ვიღაცა გამოფენს ამას, გაიგე? ზიჩის შემოქმედებას კიდევ ერთი საინტერესო მხარე აქვს, ეს მისი ეროტიკული გრაფიკა. თავარი არის, რომ ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ, რომ დავარჩეთ ნამდვილი ხელოვნების ნამუშევარი უხამსობისგან. დიდი შემოქმედი ყოველთვის ამ ზღვის ინარჩუნებს და მისი ნამუშევარი, როგორც მოგება ზიჩის შემთხვევაში, ეს გახლავთ არაჩვეულებრივი და დახვეწილი კომპოზიციები. ეროტიკა გამოფენის ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვა ცნობილ ნამუშევრებთან ერთად ზიჩის არაჩვეულებრივი მანერითა და რომანტიკული სულისკვეთებით შესრულებულ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებს დამთვალიერებელი ორიგინალში იხილავს. ჩვენ კაცთა მოხცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერით. ჩვენ ხელოვნებაზე კიდევ გავაგრძელებთ საუბარს არ დაგავიწყებთ თქვენ რიშარ გალიანოს საჩუქარი გელი ჩვენ გადაცემის ბოლოს. ახლა კი საითმედის თანამედროვე ხელოვნება უბედეთს გაიგეთ ნახეთ სანდრო გაგაბაძის რეპორტაჟი ლონდონიდან. კინეტიკის მუზეუმი პერფორმანსი, რომელშიც ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. მოსახულდათ არტისტმა მხოლოდ ერთი რამე უნდა ქნას, რაც შეიძლება არანორმალური ნამუშევარი შექმნას. კინეტიკა მამოძრავებელ ძალას ნიშნავს და ლონდონის კინეტიკის ფესტივალზე ყველაფერი მოძრავი, რობოტული, მექანიკური, ელექტრონული ხმაზე ან განათებაზე აწყობილია. აქ 30 გალერეის და 200-მდე არტისტის ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს ფესტივალის თემა სხეულის და გონების ევოლუცია. მულტიპლიკაციის და ცეკვის ნაზავის სამგანზომილებიან ეკრანზე წარმოდგენა მე მგონი აშკარად ამ ევოლუციის პროდუქტია. გრუპი ნიუ ოპერა
Hero აუდიო ანიმატოს კონცეფციას წარმოადგენს. ჯგუფის წევრები ფრედი ეკრანის მიღმად განან და პარალელურ რეჟიმში ანიმაციას და მუსიკას ქმნიან. ანიმე ინტერაქტიულია და მომღერლის მოძრაობებზე რეაგირებს. მუსიკა არ გვაქვს წინასწარ დაწერილი და არც ანიმაციის სცენარი არსებობს. ყველაფერი რეალურ დროში მაყურებლის წინაშე იქნება. ჩემი აზრით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენი შემოქმედება უფრო მრავალმხრივი და პოპულარული გახდება. აუდიო ანიმაცია მომავლის ხელოვნებაა. ეს მრავალფუნქციური მგრძნობიარე ზედაპირია. ხელი შეხებისას ხმასთან ერთად გამოსახულებაც რეაგირებს. ბავშვობაში გალერეაში მივხვდით, საფრთხელებენ რომ არაფერ შეეხოთ. ჩვენ გვინდოდა ისეთი ხელოვნების ნიმუში შექმნა, რომელსაც ხელით შეეხებოდა. კინეტიკის ფესტივალის ყველა ექსპონატს ხელით ვერ შეეხები, ხოც უბრალოდ ვერ მიწვდები. ამ ფესტივალზე საკმაოდ ბევრი ქანდაკებაა, თუმცა ყველა მათგანი მოძრავია. არქიტექტორმა თენგიზ სეფიაშვილმა ფესტივალზე კინეტიკური სკულპტურა სახელად კომუნიკაცია წარმოადგინა. ქალის მოდელის თავში პროპელერები ტრიალებს, კაცის თვიში კი ჩიტები დაფრთიანდნენ. ამ ნამუშევარს კრიტიკოსებმა ყველაზე ადამიანური უწოდეს. კაცები თავისებურებებით და ქალები თავისებურებებით. ანუ კაცებს რაღაც ცოტა იუმორისტულ ჟანრშიც არის, ჩიტები ყავთ თავში, ქალებს რაღაც პროპელერები. მაგრამ აქვს თავისუფალი სიმრცეები და ამ სიმრცეებში სულიან ესენი ინფორმაცია. სარკეში აი თქვენს ხედავთ ჩვენს ნახატები და ეს ნახატები არის ეს სწორედ იდეები, განსხვავებული. განსხვავებული იდეების წარმოჩენა ფესტივალის ორგანიზატორების მთავარი მიზანია. კურატორის დაიან ჰარისის აზრით, ფესტივალზე წარმოდგენილი თითქმის ყველა ნამუშევარი ახლო მომავალში ჩვენი ყოფის ნაწილად იქცევა. არტისტები დიდი ნაწილი აქ უნივერსალურ საკითხებზე და ევოლუციის პროცესებზე ფიქრობს. ასე რომ ისინი აზროვნების ახალ გზებს გვთავაზობენ. აქ თქვენ ხელოვნების მომავალს ხედავთ. ჩვენ ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომლის ყოველი წევრიც ჯიბით რამე სახის ტექნოლოგიურ მოწყობილობას ატარებს. ასე რომ ჩვენი საზოგადოება სიახლეებს ადვილად იღებს. კინეტიკის ფესტივალის მამოძრავებელი ძალა საერთო ჯამში ადამიანები და მათი იდეებია. ფესტივალი სულ მესამეჯერ ჩატარდა, მაგრამ მას ხანგრძლივ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ახალ და გიჟურ იდეებს რა გამოლევს, მით უმეტეს ლონდონში. პროგრამის შემდეგ გალიანო საჩუქარი პოსტსკრიპტუმის მაყურებელს თქვენ პირველები მოისმენთ კომპოზიციას, რომელიც აღიარებულმა აკორდეონისტმა და იმპროვიზატორმა პირის მიუძღვნა. და კინოსაზღვრების გარეშე როგორც ჩაიარეს ცნობილი რუსი და ქართველი რეჟისორების ოჯახის სტუმრობა საქართველოში.